საშვილოსნოს მიომა ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე არის. მას ფიბრომიომასაც ან ლეიომიომასაც უწოდებენ. ის ძირითადად 40-50 წლის ასაკში გვხვდება და თითქმის არასოდეს გადაიქცევა კიბოდ. ხშირად ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ შესაძლებელი არის მისი არსებობა არც კი იცოდეთ. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენას განაპირობებს ფიბრომიომების ზომა, მდებარეობა და რაოდენობა. საშვილოსნოს მიომა ყველაზე ხშირად შემდეგი სიმპტომებით გამოვლინდება. ჭარბი და გახანძლებული მენსტრუალური ციკლი, ზოგჯერ კოლტების სახით, რომელიც შესაძლებელი არის 1 კვირა და მეტი გაგრძელდეს. შარდის ბუშტის დაცლის პრობლემა ან ხშირი შარდვა, ტკივილი მუცლის ქვემო არეში ან წელის არეში, ყაბზობა. ზოგჯერ ახასიათებს მწვავე ტკივილები. საშვილოსნოს მიომა კლასიფიცირდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვით. ინტრამურული კვანძები, რომლებიც ვითარდება საშვილოსნოს შუა კუნთოვან გარში, სუბმუკოზური კვანძები, რომლებიც ვითარდება ლორწოვან გარში და სუბსეროზული კვანძები, რომლებიც იზრდება საშვილოსნოს გარეთ. მიომის მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული მკურნალობით. მედიკამენტური მკურნალობიდან მინდა აღვნიშნო ჰორმონშემცველი სპირალის გამოყენება, ხოლო ქირურგიული მკურნალობიდან განიხილება ისეთი მეთოდები, როგორიც არის ემბოლიზაცია, ლაპარასკოპიული ან ლაპარატომიული მიდგომით მიომური კვანძების ამოკვეთა, რასაც კონსერვატიული მიომექტომია ეწოდება, ან საშვილოსნოს ექსტირპაცია. თუ მიომა დიაგნოსტირებულია აქტიურ რეპროდუქციულ პერიოდში, აუცილებელი არის მიომური კვანძების ზომების კონტროლი ეხოსკოპიურად წელიწადში ერთხელ. მინდა აღვნიშნო, რომ მენოპაუზის მოახლოვებასთან ერთად მიომური კვანძები აჩერებს ზრდას, ხოლო მენოპაუზაში ისინი იშვიათად წარმოიქმნება. საშვილოსნოს მიომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა კვლევები და კლინიკური გამოცდილება მიუთითებს შემდეგ ფაქტორებზე: გენეტიკური დარღვევები და ასევე ჰორმონალური დისბალანსი, ესტროგენებისა და პროგესტერონის ცვლილება და განსაკუთრებით მაღალია ესტროგენების როლი მათ განვითარებაში. საშვილოსნოს მიომის პრევენციისათვის რეკომენდირებულია წონის კონტროლი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვარჯიში და სწორი კვება.